შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა განყოფილება გისმენთ? შეხედე რა, შემაგინა და გამithიშა, დეგენერატო შენ. თუ რამის თავი გაქვს, მოდი და აქ მითხარი. ნახე კიდე რეკავს. შეახვალო მოეთრიაკ და შენ გაგიხევ მაგ დამპალთავს, ხო გაიგე ბიჭო? უი ბატონო ნუგზა თქვენ ხართ? უი ბოდიში მაპატიეთ რა, მუშაობ და არა დღეს სიწყნარია ჯერჯერობით. კარგი დაგემშვიდობებით. ბატონო ნუგზა. მოდი ერთი აქ, მოდი აქ. წირო არ იყურებდა. ჯარი მამკიდე, მოდი, გაჩუმდი ერთი. გაჩუმდი შენ. გამარჯობა დაბძანდი თუ შეიძლება. დაჯექი რა. არ მინდა ეს ხელების შლები არ მინდა ეხა შენი ხო. ეს ჩემი მეუღლე არის რა და ეს ჯარიმები მოვიდა ძალიან ბევრი და. კი ბატონო, პირადი ნომერი მითხრათ თქვენი? ბატონო 0 100 100 100. ეგ всё? დიახ. კარგი. აი მოდი ვნახოთ როგორ და ბატონო თქვენი აშკარად Toyota ყავთ თქვენც და ჯადიმაშიც Toyota ფიგურირებს. კი ბატონო Toyota მყავს, მაგრამ ჩემი არის შავი Toyota, Camry. Camry ხო? კი ბატონო, Camry-ა, კი ბატონო, ეს არის წითელი, როგორ არის ჩემი? რაღაცა გეშლებათ ხალ ბატონო თქვენ საერთოდ რა. ეს ჩემი ჯადიმა ხო ეს შევტენე ვერავის და კარგი დაბძანდით. რა, უკაცრავ რა თქვით? ადაფედი როგორი დაკვირვებული თვალი გაქვთ თქო? დაბძანდით რა. ბატონო თქვენთან სხვათა შორის კიდევ ფიქსირდება ჯარიმები. 30 ჯარიმა ფიქსირდება მაგ ეკრანზე გავუშვებთ. 30 ჯარიმა კაცო, მაგდენი ჯარიმა. ამის ბრალი იქნება, მაგდენი ჯარიმა რა არის, ვერ გავიგე. 30 ჯარიმაში. მე რატო გადმომწვდი ეხლა? ჯარიმი ქალები ძირდეთ ქალებს აჯარიმები ყოლ. არასწორად მეთქვა. როდის მთხოვნი მანქანას დამაჯარიმო? უკაცრავად თქვენ თუ ხუბსაპირებთ საჩხუბარი ოთახი აი საპირფარეშოს გვერდით არის მამაშვილის არის აქეთ და ხელ მარცხნივადის ცოლქმადის და გაბძანდით თუ შეიძლება. კაი ერთი წუთით რა მოდი ჯარიმებს მივხედოთ რა. კი ბატონო 30 ჯარიმა სადაი. საიდან აიგე? მე რაც მეტენი ვერ გავიგე შენ აი მე არ მთხოვნი მანქანას და მე რანაირად დავიკიდევდი ჯარიმებს. ბატონო არანაირი რო დავზუმო შეიძლება რომ აი ხა ნახე შენ თუ ხარ საჭესთან მოდი. ნახე. შეცდომა არ არის აქ ბატონო, ნუ იჩხუბებ თუ შეიძლება. თქვენ გაქვთ 30 ჯარიმა და თუ ამ 30 ჯარიმას თვის ბოლომდე გაზრდით 50 ჯარიმამდე, თქვენ მოიგებთ ტოსტერს გადმოგცემთ და თუ 100 ჯარიმამდე ახვალთ, მაშინ სოციალურს დაგინიშნავთ. რა ხდება ეს ახალი კანონი მიიღეთ რამე თუ რა ჯანდაბა არის. არ არის და აი შეხედეთ და წითელზე ხად გავლილი სანაპიროზე გერმანულ ჰოსპიტალში. კი ბატონო გავიარე წითელს, კი ბატონო აქ იყო დაშვებული 70 კილომეტრი ჩქარე მოვიდოდი 70-ით. ეს ციმციმამ ყვითელი უცება ციმციმდა და უკან მანქანა მოუყობა და მეთქი არ დამეჯახოს მეთქი და გავიარე და მაგროს გადამიღო ეთყობა. მე დაგეტორმუზებინათ ბატონო ის დაგარყავდათ უკნიდან ჩვენ დავაჯარიმებდით 250 ლარით კიდევ ჩაიჯიბავდით ფულს მაგრამ ბოთეხართ და ეხლა გადაიხადეთ 100 ლარიანი ჯარიმა რა გიყოთ მე ჩვენ კი გვაკეთილი გული და აგერ 20-ს გამოგიკლდით. კაი ეს ჩემი ბრალი და მეორე არის შენ შენი ბრალი 30-დან კაი ერთი ჩემია 29 შენი არ მაინტერესებს. ეს თქვენში გააკვიეთ ბატონო. შენი ბრალია გეხოცებია. მანქანა საჭესთან მე არ ვჯდარ ვარ და რანაირად არის. ხო და საქმეც მაგაშია არ ჯიხარ საჭესთან და არ ყვევ. ერთი წუთი ხო გააფრინე ცოტა ამხელა საქმე მაგ და შევა რა გამარჯობა ბოდიში რა ერთი რა კანონმდებლობა შემოიღეთ საერთოდ ან ეს გაზრდილი ჯარიმები რას ემსახურება საერთოდ ვერ სისხლი თქვენ საერთოდ ადამიანები ხართ ერთი წუთი ჩამირთე ეგ რა აი ნერვებმა ამას ხალხო ეს რა არის რა უბედურება არასწორ დგომაზე ჯერ 50 იყო 100-მდე რატო თქვენი პირადი მითხარით 7071 95-11 შეიყვანეთ ერთი წამი. არასწორ დგომაზე დამიწერეთ ჯარიმა. ერთი სად დგავარ არასწორად მაჩვენეთ. აი ნახეთ სადაც დგახათ, აი ხაზებში დგახათ, თქვენ ახლა შეხედეთ, აი ამას დააკვირდით, ხაზებში დგახათ? ხაზები საერთოდ არ არის, მანდ რანაირად უნდა დავთქვი ხაზებში. ბატონო, წარმოსახვითი ხაზები ხოა და აი წესით აი აქ უნდა იყოს ეს ხაზი და თქვენ ამ ხაზის უკან დგახათ, შეხედეთ. რო დახაზოთ, არ შეიძლება, რანაირად წარმოვიდგინო, ახლა ყველა დაპარკინგებაზე მე მანდ ხაზი. და ჩვენ რო დავხაზოთ ბიუჯეტს თქვენ შემივსებთ მერე? ხაზს არ არის ნორმალურები ეს ბოდიში. ნუ ნერვიულობთ ბატონო. არა 30 ჯარიმა ეს არაფერში ამ ყველაფერს გავალწევთ. ეს არ არის რა ეს ბოდიში. ყველაფერს გავალწევთ. თქვენთან დახაზულები ჩემ მესად არ ვძივარ საჭესთან და ჯარიმები მომდი. ეს რა არის კაცო არასწორ ამ წავს მომივიდა არასწორ დგომაზე კიდე დამატებით ჯარიმა.
ჩვენ სეზონში? ეზოში გავაჩერე კაცო, ხო? რა ხდება? ეს ადგილი ჩვენ სეზონში სპეციალურად გვაქვს დატოვებული, მარტო მანდ მოდის ჯარიმები. ნორმალურია ხარ, კაცო, საერთოდ 100 ლარი, ხო არ 500 ლარი რატომ მომივიდა ეხა? ამაზე ჩვენ სეზონში სხვა ფასებია ბატონო, პლუს ემატება ევაკუატორის თანხა, თბილისიდან ქუთაისში რო გადავიყვანოთ და პლუს ქუთაისში საჯარიმოზე რომ მიდგეს. ქუთაისში რატო უნდა გადაიყვანოთ, კაცო, მანქანა აგერვა შემოსული საქმეზე 2 წუთი, ისიც არასწორად დგომაზე რო გამესწორდა. ჩვენ ადგილები არ გვაქვს ბატონო და არ გვაქვს და იქ მოგვიწია გადაყვანა. სად მოგიწიათ, კაცო, მანქანა წაიყვანეს, უკვე თქვენ ნორმალურები თუ ხართ, არასწორად დგომაზე შემოვედი და მანქანა მიხავთ ქუთაისში. მე ნუ მიხსნით ქუთაისის საპატრულოს მიმართ. თქვენი რეფორმები და თქვენი ინოვაციები და თქვენი გაზრდილი ჯარიმები. ეხლა ამას რო უყურებ ძალიან კარგ მდგომარეობაში ვარ ჩვენ რა. ამაკაც რო რა უკენით ამ კაცს ფაქტიურად. ხათა შოდის თქვენ ჯარიმებს მიხედეთ, პარკირების ჯარიმაც ამათ შეხ. რა პარკირების ჯარიმაა კაცო? თქვენი მეუღლის ჯარიმა. მოიცა ეხლა. სადაა პარკინგი? ჩემს ჯარიმაზეა საუბარი? მე არ ვიცი ხა ვისია, მაგრამ მანდ კაცის გაჩერებულს არ გაქვს, უეჭველი ქალის გაჩერებულია, ისეთ ადგილას გაქვს დაპარკინგებული. და ვერ ხედავ ეხლა, ანუ რა ადგილია რომ მითხრა, შეგიძლია? სად მაქვს გაჩერებული? თბილისი გალერეასთან. და მე თბილისი გალერეასთან რატო არ შეიძლება მანქანის გაჩერება? თბილისი გალერეასთან შეიძლება, მაგრამ იმის მეტროს შესასვლელთან ზუსტად გალერეის წინ კიბეზე შეიძლება? აი მან არ შეიძლება. ეხლა გაიგო რომ იქ არ შეიძლება. ვინა ხარ გეუნებ? ვამბობ რომ შენი ხარ დამნაჭავე ვერ გავიგე ყველაფერში რა. აი მე არ ეწერა. არ ეწერა გოგო მეტროსი რა უნდა გააჩერო არ იცი? რა ვიცი? კიბერზე რა უნდა გააჩერო არ იცი? რაღაცა ნიშანი ხო უნდა იყოს რა გააჩეროთ მანქანა. თქვენი ადგილი რა ნიშნავდა ძალიან. ეგრე შენ რო ხეზე გააჩერე მანქანა მან შეიძლებოდა გაჩერება? ბარდიუზი არ შეიძლება რა მე ხეზე ავედი. ნასვამი ვიყავი. დიდი ამბავი. ვეღარ გავიგე რა შეიც რა. ამაგებინეთ, თქვენ ადამიანები ხართ საერთოდ. არ არიან ადამიანები გამაგიჟეს კაცი. რაშია საქმე? რაშია საქმე ხალხო, გამაგებინეთ რა ხდება? ჯარიმის ქვით არის მომიდა. ამოღებაზე ხარ თუ რა ხდება? გამაგებინეთ ეცამი რა. და ჩვენ კი ამოღებაზე ვართ, მაგრამ თქვენ რა გინდათ კონკრეტულად? ჯარიმის ქვით არის მომივიდა, არც მანქანა არის ჩემს სახელზე, არც მე ვიჯექი საჭესთან და საერთოდ ამ ქალაქში არ ვცხოვრო. აბა პირადი რომ მითხარათ. 01 100 105 კი და ჯარიმის ფურცელი ხო თქვენ ჩაიბარეთ? კი, მე ჩავიბარე, ხო, ჯარიმის ფურცელი მე ჩავიბარე. ხო, ესე იგი თქვენია, ხო მშვიდობაში ბატონო. თქვენი წამი რა ხდება, ვერ გავიგე. ჩემია და მე უნდა გადავიხატო, ხა იგა? მანქა აგიხსენით ან აბა მე ხო ჩამიბარებია, მე ხო გადავიხატე. კაი, არა უშავს, მაგას გადავიხდი. აი აქ. ეს გამიდიდე ერთი წამი. აი ეს ჩემი მანქანა აყენია აქ. აქ რა მოხდა? აი ბატონო, მანქანის გაჩერება არ შეიძლება, ამიტომ დაგიწერეთ 200 ლარიანი ჯარიმა. და ერთი წამი, მანქანის არასწორად გაჩერება არის 100 ლარი, როგორც ვიცი და 200 ლარი რატომ მომივიდა აქ? დააკვირდით, იცი და შეასახმე. პარკინგის თანამშრომელი შეეშალა და ორი მხრიდან გადაუხო და 100 + 100, ესე იგი 200 გამოდის და გადახდა. 4 მხრიდან რო გადაიღო 400 ლარს ვიხდიდი თუ რა არის? ასე გამოდის ბატონო, გაბძანდით და იქ შეგიძლია. ერთი წამი, მე შენ არ გენდობი რა. მომისმინე ხა ჩემი ჯარიმები გადამიმოწმე და უნდა უყურო რა ვიდეო ჯარიმები მომახსოვს. არ არის პრობლემა, აი გასასვლელში არის ტრიდე სათვალე და პოპკორნი, შეგიძლია დაბძანდეთ და თქვენ ვიდეო ჯარიმას უყუროთ. თქვენი ვიდეო, თქვენ გაქვთ 45 ვიდეო ჯარიმა, გამოვიდა საათ ნახევარ და ძალიან მაგარი ფილმია. ხალხო, ხო არის რა ხდება კი მაგრამ რა ვერ გავიგე რა ხდება. გადაგწვათ დედას მიცავარ რა. მიბძანდით და იქ დაგახვეძებენ სათვალეს გელოდებათ. ნანახი გაქვთ ჩემი ჯარიმები. სათვალე მიეცი რა. ჩემი ჯარიმები ნანახი გაქვთ თქვენ? მე? უყურეთ თქვენ ჩემ ჯარიმ. აბა რა იცით? ძალიან მომეწონა კი. მართლა არ დამასპოილერო მაშინ მიბძანდით კი ბატონო. აკეთ კი გურამ მიეცი რა. რას უშვებით ამ ხალხს რა ვერ გავიგე რა. მართლა უკვე სახელმწიფო ყაჩაღები ხართ რა არის. ეს არ არის ნორმა, არ არის ნორმა. ნორმაა რა ვერ გავიგე. გაგაფრთხილოთ რომ თქვენ თუ არ გადაიხდით ამ ჯარიმებს და ემატება საურავი, ჩამოგათმეთ მათთვის მოწმობას, ასევე ჩამოგეთმევათ კიდევ დაბადების მოწმობას და ახლიდან დაბადება მოგიწევთ და თქვენ აიჩიეთ ახლა რა ვქნა. რას მოდიალოთ ხალბატონო თქვენ რა არის ხალბოთ პატრონი ძანდები და რაღაცა რო ვთქვა დამიჭერთ მე რა. დავიანგადი შეიშე 26000-ია, მაგრამ იქ რაღაცა ჩემი პროცენტები გამოგიკელით, შემეცოდეთ და 20000 გამოდის. 20000 როგორ გადავიხადო? 2000 ლარიანი Honda Fit-ი დავდივარ და 20000 როგორ გადავიხადო? რას ლაპარაკობთ თქვენ? მესმის ბატონო, მაგრამ მაგ Honda Fit-ს მე მინდა გითხრათ, რომ შეგიძლიათ დაუმატოთ 2 თირკმელი, რომელიც ღმერთმა გარგუნათ, იცით? შეგიძლიათ ერთი გაყიდოთ, დაუმატოთ Honda Fit-ის ფული და ესე შეკოწიწდება 20000. ეს ჩემეული ვერსიაა, თორე ისე თქვენ როგორც გინდათ, ისე მოიქცეთ ბატონო.
სინაგლე უბრალოდ აღარ ვიცი რა გითხრა კიდე ერთი ჯარიმა არის რაღა ჯარიმა არის მეტი რაღა ჯარიმა არის ჩათეთ უყუდეთ სად არის ეს ჯარიმა? ეს ვაშლი ჯვართან იქ გადმოსახედი რო არის იმასთან რა ქვია თეფშთან აღვიძა ეს გადახდილი მაქვს ეს გადახდილი მაგაცო გადახდილი ძია ეს არის გადახდილი კაცო ერთი წამი მაჩვენე კაცო რა აგიდა გადახდილია და რას დაეძებ ერთი წამი არ არის გადახდილი ბატონო ერთი წამი გამიდიდე აბა ერთი ეს ვიდეო აი შეგიძლიათ ახლოდან იხილოთ ეს ვინ არის მე ვარ კაცო საჭესთან მე ვარ როგორღაც ახლა შენ რო ხარ ხედავ მაგას და მეორე ვინ არის გვერდზე ვინ გიზის ვინ მიზის მეორე შეხედე ეს ვინ არის მეთქი ვინ არის პირველად ხედა ვინ არის სკამია და ვინ არის მეთქი ვიზი ჩემ გვერდზე ვინ არის ეს საერთოდ ვინ არის მეთქი ეს ხალი ბიჭო არ ვიცი საერთოდ პირველად ხედავ აზიარავ ვინ არის რანაირად ხედავ პირველ ვინ არის ეს აშხვართალებული ქერა ხალი არა სხვა არის ეს უეჭო აშხვა არ ვიცი აზიარავ რა ვიცი საჩხუბადი კამერა ცუდად იღებს ამათი კამერები ცუდად იღებს და წელავს უბრალოდ და მაგიტომ არის ერთი წამი კაცო გამსახე არ არის გოგო არ არის ქერათფიანი გეუნები წელავს კამერა მეთქი შავგრემანია ეს ერთ წამი გამომხედეთ თქვენ მე ვაიმე თქვენ ხართ თქვენ რა გინდოდა ჩემს ქმართან ერთად ვაიმე ვეუბნებოდი მან არ გააჩადო ჯარიმა მოდის მეთქი მანდა დამიჯერა ვინმე ეხა გადაიხადოს თქვენ ანუ ერთად იყავით ბიჭო მე აქეთ ვიჯეგი ისიქით იყო ერთად როგორ ვიყავით ერთად რა გინდოდა გამარკვიეთ ადამიანი შენ წამოეთრი ეს აი ხოცები გაჩვენი გადახტილი მაგ გოგო ეჯარიმა სისულელედი ამბა ეგიდე რა არის ვერ გავიგე მო გადავიხარ ვერ ამოჭერი გოგო აეთრიე ვაჭარი გადმოსახედი მომიდომა ბიჭო საჩხუბადი ოთახი ვაიმე კიდე ჯარიმებს უნდა ჩაუძდეთ გურა პოპკორნი და იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე მაგთი ნომერი 45 სილქნეტი 345 ახალი ქსელები 345 მარტივი 45